ხალხალქის საკრებულო უმცირესობის ენებზე ევროპული ქარტიის რატიფიცირების თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს სავარაუდოდ მომავალ კვირას მიმართავს. ხალხალქის საკრებულოს თავმჯდომარის ჰამლეტ მოვსოსიანის განცხადებით საკრებულოს წევრები პარლამენტის თავმჯდომარის უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას თხოვენ, რომელიც უმცირესობის ენების დაცვას და ხელშეწყობას გულისხმობს. ჰამლეტ მოვსოსიანმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების მოთხოვნის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს მიმართვის ტექსტიც გაავრცელა. ჰამლეტ მოვსოსიანის თქმით, მიმართვის ტექსტში არ არის კონკრეტულად მითითებული სომხური ენის სტატუსის საკითხი. ხედველობაში ვიღებთ ეუთოს მიერ შესრულებულ სამუშაოს, კერძოდ 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტს და 1990 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტს იმის გათვალისწინებით, რომ უმცირესობების ენების დაცვამ და წახალისებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ოფიციალურ ენებს და მათ შესწავლას გთხოვთ დაამტკიცოთ ქარტია. პორტალ სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით ახალქალაქში 14 მარტს გამართულ საკრებულოს ხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების წევრები სომხური ენისათვის რეგიონული სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდნენ. სამხრეთის კარიბჭის ცნობით რესპუბლიკელების ინიციატივას ხდომის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გავრცელებულ ინფორმაციას დღეს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები გამოეხმაურნენ. უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია დაუჭირეს თუ არა აღნიშნულ ინიციატივას მხარი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. როცა რეგიონალურ ენებზეა საუბარი, აქ ეს არ იგულისხმება, რა საკითხიც ისმება, აქ საუბარია ვთქვათ იმ ენების დაცვაზე, როგორც ვთქვათ, სვანური ენა, მეგრული ენა და ასე შემდეგ. სომხურ ენას ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ეს არის ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრის მშობლიური ენა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების თავის ეთნიკური წარმომავლობის ენა. სახელმწიფო ენა საქართველოში არის ქართული, ჩვენ ვფრთხილდებით ყველანაირად ჩვენი ეროვნული უმცირესობების იდენტობას. გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ლეიბორისტული პარტიაც გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თანაგუნდელებმა ხელისუფლება სეპარატიზმის წახალისებასა და სახელმწიფოს დაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს. ოცნების ფრაქციამ წამოჭრა ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭების საკითხი. რაც სეპარატისტებისთვის უძველესი თემაა და ემსახურება არა საქართველოს ცივილურ რეგიონალიზაციას, არამედ გათვლილია ქართული სახელმწიფოს შემდგომ დაშლა დაქუცმაცებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განიხილება, გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებსაც არ აქვთ. ვერ გეტყვით, არ ვიცი, ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი მშობლიური ენა არის ქართული. თვითონ კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ჩვენი საკითხი და ჩვენი თემა, ეს არის მთლიანად ქვეყნის თემა და განსახილველი საკითხია, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით 1999 წელს ევროკავშირში ინტეგრაციისას საქართველომ ევროპულ ქარტიას ხელი მოაწერა და რატიფიკაციის პასუხისმგებლობა იკისრა, თუმცა მისი თქმით ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ჰამლეტ მოვსოსიანის თქმით ახალმა ხელისუფლებამ აღნიშნული ქარტიის საფუძველზე რეგიონების ეროვნული უმცირესობების უფლებები უნდა დაიცვას.